დევნილთა გზავნილი ცივილიზებულ მსოფლიოს ამ სახელწოდების გრაგნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გადაეცა. რუსული საოკუპაციო ჯარის გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ეს არის დევნილთა მთავარი მოთხოვნა ნიუ-იორკის გაერო შტაბ-ბინის უმაღლესი წარმომადგენლობისათვის. აქცია სახელწოდებით დევნილთა გზავნილი ცივილიზებულ მსოფლიოს სიმბოლურად რუსეთ-საქართველოს ომიდან 2 წლის თავზე დაიწყო. ოკუპაციის შეჩერება, ეთნოწმენდა და წართმეული ტერიტორიების დაბრუნება ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელზეც იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართვაშია საუბარი. მისი მთავარი მიზანი ოკუპაციის შეჩერება და წართმეული ტერიტორიების დაბრუნება. რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ სპეციალური მიმართვა 3 მეტრიან გრაგნილზე დაწერა. გენდივნის ოფისის ხელმძღვანელმა გაგებით მოისმინა ჩვენი დიასპორის წარმომადგენელთა შესავალი და აღწერა ინიციატივის. თვითონვე აღნიშნა, რომ ეს არის ჰუმანიტარული სურვილი და ჰუმანიტარული ინიციატივა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური ნორმა არის სწორედ დაბრუნების უფლება. იქ, საიდანაც მოსახლეობა, მშვიდობიანი მოსახლეობა იქნა ძალით გამოცევებული. პოლიტიკის საერთაშორისო დიპლომატიის საერთაშორისო სამართლის მიღმა დგანან ადამიანები, ასობით ათასი ლტოლვილი, რომელსაც უბრალოდ სახლში დაბრუნება უნდათ. ალბათ უმთავრესი გზავნილი ჩვენი მხრიდან იყო ის, რომ ეს არის იმედი, ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა განუცხადოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომ თანაცხოვრება, მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია.